კეთევამ ჭედლიძემ ბზა მიკროსკოპულადაც შეისწავლა. გვიყვება, რომ მცენარეს უნიკალური სტრუქტურა აქვს და ჩვენი წინაპრები მას ერთდროს სამკურნალო დანიშნულებითაც იყენებდნენ. ლაბორატორიაში ბზას ახლაც იკვლევენ. ამ ჰერბარიუმში დაცულია კოლხური ბზის 14 ეგზემპლარი, რომელიც მეცნიერებმა 1934 წლიდან 1938 წლამდე შეაგროვეს. სამკურნალოდ გამოიყენებოდა, ეხლა ისეთი ინტენსივობით არ გამოიყენებენ, ვინაიდან ალკალოიდი შემცველი მცენარე არის. ამდენად უფრო ფრთხილად უდგებიან სახალხო მკურნალები მის გამოყენებას. საკმაოდ კარგად ინახება, მწერი მას არ აზიანებს. ბოლო წლებში 2016 წელს მისი შინაგანი აგებულებაც შევისწავლეთ, ვინაიდან დაავადება გავრცელდა, როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ ძლიერი სტრუქტურით გამოირჩეოდა. შესაბამისად, პერსპექტივა იმისი, რომ კოლხური ბზა აღდგეს და გაუძლოს ამ დაავადებას არის ნამდვილად.